ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს მიაგეს. მათ დღეს ქუთაისში აღმაშენების გამზირზე არსებული მემორიალი, რომელიც ახლა შემოღობილია, გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ ქუთაისის ანსამბლეისა და ქალთა კლუბის წევრები. როგორც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან შეკრებილებმა განაცხადეს, საქართველოს გმირების სახელი დაუიწყარია და მათ სახელს ვერავინ დააკნინებს. 7 აგვისტო ეს არის ჩვენი ისტორიის უახლოესი წარსულის ძალიან ნიშანდობლივი, ძალიან ტკივილიანი დღე. ეს არის დღე, როდესაც რუსულმა მხარემ დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა, რასაც შემდეგ ადეკვატურად უპასუხა იმ დროს არსებულმა ხელისუფლებამ და ქართულმა მხარემ და რასაც მოყვა აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, მაგრამ ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყავს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ხილული მტერი, ეს არის რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტის სახელმწიფო და რომელსაც ეხლა სამწუხაროდ ოკუპირებული აქვს არა მარტო ჩვენი ტერიტორიების 20%, არამედ ოკუპირებული აქვს საქართველოს ხელისუფლება და დღეს მისი ნამესნიკი ხელისუფლება მართავს საქართველოს. რაც შეეხება ამ ფაქტს, შეთვის მისასალმებელია, რომ დღეს თვითმმართველობაც 7 აგვისტოს გამოვიდა, აი ამ დღის აღსანიშნავად, იმიტომ რაღაც წყალგაყოფი გახდა ამ ბოლო დროს, რომ 8 აგვისტო ეს არის ქოცებისგან აღიარებული დღე აგვისტოს ომის დასაწყისის, იმიტომ რომ ეს რუსულ ნარატივს ერგება და 8 აგვისტოს რა კი ქართული მხარე ჩაერთო. იცით თქვენ რომ ქართული მხარის ინიცირებულ ომად უნდა ეს წარმოსახოს პუტინის რუსეთს, მაგრამ 7 აგვისტო არის რეალ და ძალიან მისასალმებელია, რომ ქუთაისის თვითმმართველობა 7 აგვისტოს გამოვიდა ჩვენთან ერთად აი ამ დღის აღსანიშნავად. აქავე მინდა აღვნიშნო, რომ ვერანაირი კომისია, ვერანაირი ეგრეთ წოდებული რაღაც პოლიტიკური იაფასიანი თეატრი ვერ გააოფერულებს აი ამ გმირების ხსოვნას, ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ზოგადად იმ გმირი ბიჭების ხსოვნას, ვის სახელზედაც არის ეს მემორიალი აგებული და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი სულუკიანის კომისიით აი ამ ისტორიის გადაწერას და ქართული მხარის დადანაშაულებას, მე ვფიქრობ, რომ ისტორია მაინც ღირსეულად შეაფასებს ყველაფერ ამას, შესაბამის დასკვნას გამოიტანს და ჩვენ ეს ყოველთვის გვექნება გარკვეულ სახელმძღვანელოდ, გარკვეულ აზიმუტად იმისათვის, რომ შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება ღირს სიცოცხლის დადებად და არც ერთი დღე ოკუპანტთან კოლაბორაციაში. ეს არის თითეული ნამუსიერი ქართველის ძალიან მნიშვნელოვანი თეზა, რომელთაც უნდა ვიწყოთ. დღევანდელი დღე იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ რაცა უნდა ისტორია გადაწერო. ეს არ არის არც საკლასო წერა, არც საშინაო დავალება, რომ გადაწერონ. ეს არის ისტორია, რომელიც ფაქტებზეა დაყრდნობილი. ვერაფერს ვერ იზამს. ეს არის ისტორია, რომელიც ყოველთვის შემორჩება ჩვენს ერს, ჩვენს შთამომავლობას, რომ ამ დღეს, ამ ბიჭებმა, ამ ახალგაზრდებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ერთიანობას და ნამდვილად რუსმა ოკუპანტმა განახორციელა თავისი მზაკრული ქმედებები, თუმცა არ გაუვიდა ჩვენი გმირების, ჩვენი ვაჟკაცების გმირობის წყალობით, ასე რომ ამ ისტორიის გადაწერა შეუძლებელია, ვისი დაკვეთაც არის ეს, რა თქმა უნდა, ვიცი, ისევ პუტინის, ისევ იმპერიალისტური რუსეთის, მაგრამ ბევრჯერ ეცადეს გადაეწერა ჩვენი ისტორია, ბევრჯერ ეცადნენ, რომ შეეცვალა ჩვენი წარმომავლობა, ჩვენი ისტორიული ფაქტები, თუმცა შეუძლებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველო იქნება აუცილებლად პროევროპული, იქნება აუცილებლად თანამედროვე ცივილური სამყაროს ნაწილი და არასოდეს არ იქნება იმპერიალისტური რუსეთის ნაწილი და ვერცდღეს ვერ განახორციელებს იმპერიალისტური რუსეთი აქ თავის ზრახვებს. ეს არის დღევანდელი დღის სიმბოლო, ჩვენ ვცემთ პატივს, ჩვენ ქეთს ვიხრით, მუხს ვიყრით ამ ვაჟკაცების წინაშე და მათი გმირობის წინაშე. ისინი უკვდავი არიან ჩვენს გულებში და ჩვენს ცნობიერებაში. პატივი მივაგეთ აგვისტოს ომის გმირებს და მინდა ვთქვა, რომ დავიწყებული არ იქნება არც ის ძიმე დღეები, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას ძალიან კარგად ახსოვს და ყველა იმ გმირის სახელი, რომელიც ამ ომში გმირულად დაიღუპა, დიდება გმირებს, უკვდავება მათ სულს.
დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის იყო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, რომელიც როგორც ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. დავით ერემეიშვილმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. როგორც ქუთაისის მერის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ენათქვამი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მემორიალთან დღეს რეაბილიტაციის დაწყების გამო იმყოფებოდნენ, რაც შეეხება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიწვრილ ღონისძიებებს, ქართული ოცნება მათ ხვალ 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გამართავს, სადაც სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან. ტაძრის ეზოში კი აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა. საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღიდან დღეს 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. 5 დღიან ომს ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები მოჰყვა. საქართველოში დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია.